ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე მეგობარ თურქეთის რესპუბლიკას, რომელთანაც საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს. თქვენო აღმატებულებამ სურს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული და გულთბილი მასპინძლობისთვის. დღეს უმაღლესი დონის შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღესწესრიგი, გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონალურ საკითხებზე და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ვისაუბრეთ უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და პირადად მოვიწვიე ჩვენი მეგობარი ბატონი პრეზიდენტი საქართველოში. ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. არაერთხელ გვითქვამს და კვლავ სურს აღვნიშნო, რომ საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვავს მზადყოფნას. თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში. ლევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა თუ რაოდენ ძლიერია ჩვენი პოლიტიკური ნება, გავაღრმავოთ სტრატეგიული პარტნიორობა და მივახციოთ კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. თურქეთი და საქართველო არ არიან მხოლოდ მეზობელი ქვეყნები. ეს ორი სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც ღრმა ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები აერთიანებს. ჩვენს დისკუსიებში, რომელიც ეფუძნება ეკონომიკურ, კულტურულ და ისტორიულ კავშირებს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მზაობას, ჩვენი ურთიერთობები გავაღრმავოთ. ჩვენ გავაგრძელებთ ვაჭრობის და ჩვენი ურთიერთობების განვითარებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. წლებია თურქეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა მყარ საფუძველზე დგას. ჩვენი დისკუსიების დროს ჩვენ ასევე გავცვალეთ აზრები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს რეგიონში და საერთოდ მსოფლიოში ხდება. სურს ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და ხაზი გავუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას.